Ყოველ პერიოდში ენერგო და წყლის სადისტრიბუციო კომპანიების მიერ მოსახლეობისთვის ხანდაზმული დავალიანებების დაკისრების შემთხვევებმა იმატა. აბონენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დავალიანება უსამართლოდ ეკისრება. რაში მდგომარეობს პრობლემა და ვის უნდა მიმართონ აბონენტებმა მის გადასაჭრელად? ეკონომისტრის სტუმარია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ფანგანი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონ გიორგი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ უფრო გააქტიურდა მოსახლეობის მხრიდან საჩივრები უსამართლოდ დარიცხულ ხანდაზმულ დავალიანებებზე. რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება ამ შემთხვევაში? პირველ რიგში ალბათ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობა უფრო ინფორმირებული გახდა მისი უფლებების შესახებ, ასევე იმ ინსტიტუტების შესახებ, რომელიც იცავენ მის უფლებებს. ჩვენ სახეზე გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაიზარდა მომართვიანობა ჩვენს კომისიაში მოსახლეობის მხრიდან. ეს არ არის მხოლოდ დავუშვათ თბილისის მასშტაბით, ეს მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ასეთი აქტივობა მოსახლეობის და მომხმარებლების, რაც ძალიან კარგია ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ ნათლად აჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშე დგას მოსახლეობა, იგივე ხანდაზმულ დავალიანებთან დაკავშირებით. რომ განუმარტოთ საზოგადოება ზოგადად რას ნიშნავს ხანდაზმული დავალიანება და როგორ უნდა გაარკვიოს, რამდენად სამართლიანად აკისრებენ ამ თანხას? ხანდაზმული დავალიანება არის ის დავალიანება, რომლის ასე ვთქვათ, მოთხოვნის უფლება კომპანიას მოხმარებლის მიმართ გაუჩნდა 3 წლის წინ. ანუ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, მაგალითად დღეის მდგომარეობად 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ხანდაზმულ დავალიანება ჩაითვლება ყველა ის დარიცხული თანხა, რაც დაირიცხა 3 წლის წინ, ანუ 2012 წლის 15 სექტემბერს და უფრო ადრე. შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი დავალიანება და თუ კომპანიები ითხოვენ ამ დავალიანებას სხვადასხვა ხერხებით, როგორც არის ელექტროენერგიის ან სხვა მომსახურების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში მომხმარებელმა აუცილებლად მოგმართოს ჩვენ, რათა მოხდეს ამ დავალიანების გაკორექტირება. ანუ რამდენად აქვს კომპანიას უფლება, რომ შეუწყვიტოს აბონენტს, ბუნებრივი არის იგივე წყლის თუ ელექტროენერგიის მიწოდება ხანდაზმულობის დავალიანების პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, სანამ საკითხი გაირკვევა ან სასამართლოში, ან სემექში. იცით რა არის, ძალიან კაფეოთ უნდა იცოდეს ყველა მომხმარებელმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომხმარებელს არ აქვს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმებული სხვადასხვა მომსახურების კომპანიებთან, არსებობს ყველა დარგში კომისიის მიერ დამტკიცებული სპეციალური წესები, რომელსაც ქვია მიწოდების და მოხმარების წესები, სადაც არის გაწერილი სრულად რა უფლება მოვალეობები აქვს კომპანიას და ერთის მხრივ და მომხმარებელს მეორეს მხრივ. ზუსტად ამ წესებში ნათლად არის ჩაწერილი, რომ თუ არსებობს ხანდაზმული დავალიანება, არ არის უფლებამოსილი არც ერთი კომპანია, რომ ამ დავალიანების მოთხოვნის მიზნით გათიშოს მომხმარებელი, ან ასე ვთქვათ, დაემუქროს თავისი მომსახურების შეწყვეტით. ამიტომ ასეთი ქმედება განხილული იქნება როგორც კანონმდებლობის დარღვევა. ანუ უფლება ცალსახად არ აქვთ, რომ გაუთიშონ ან წყალი, ან ელექტროენერგია და ასე შემდეგ. დიახ, არ აქვს. გასაგებია. საინტერესოა, ვის უნდა მიმართოს და როგორ უნდა მოიქცეს აბონენტი, თუ მიაჩნია, რომ კომპანია უსაფუძვლო დავალიანებას აკისრებს. უნდა წავიდეს სასამართლოში თუ სემექში და თუ არის ფასიანი ეს მომსახურება შემდეგ. რა თქმა უნდა, მას აქვს არჩევნის საშუალება, მას შეუძლია მიმართოს სემექს, ასევე შეუძლია, რა თქმა უნდა, მიმართოს სასამართლოს. თუმცა ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სემექის ნდობა ძალიან გაიზარდა მოსახლეობაში და ჩვენთან მიმართვიანობა ძალიან გახშირდა. ამასთან რა თქმა უნდა, სემექსის საჩივრის თუ განცხადების დაწერა არის აბსოლუტურად უფასო. და თვითონ საქმის განხილვა ხდება ძალიან ოპერატიულად და ძალიან მაღალ პროფესიონალურად. ანუ რა ვადებში თუ არის შესაძლებელი, რომ დააკონკრეტოთ, სავარაუდოდ რა ვადებში ხდება ამ საჩივრების განხილვა და იმატა თუ არა მათმა რაოდენობა? არსებობს 2 ტიპის საჩივარი, რაც შემოდის სემექში. ერთი არის ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც საჩივრდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი სამხდარყოფის ოქმი. ამ შემთხვევაში მაქსიმალური ვადა განხილვის არის 2 თვე, ხოლო ჩვეულებრივ საჩივარზე, როგორც არის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული დავა, ან ამ ტიპის დავები, ამ შემთხვევაში მაქსიმალური ვადა არის 3 თვე. თუმცა ეს იშვიათად რომ ამ მაქსიმალურ ვადებს იყენებდეს კომისია. როგორც წესი ხდება ძალიან ოპერატიულად რეაგირება. გასაგებია და ძირითადად რომელი კომპანიების მიმართ არის უფრო ხშირად ეს საჩივრები?
რაც შეეხება ხანდაზმულ დავალიანებთან დაკავშირებით, ძირითადად მომართვენობა არის მიმართული სააქციო საზოგადოება თელასის წინააღმდეგ, რადგანაც თელას აქვს ყველაზე დიდი დებიტორული დავალიანება მომხმარებლებისგან, ძველ დავალიანებაზე აქვს საუბარი ხანდაზმულზე, ხოლო რაც შეეხება სხვა ტიპის დავალებებთან დაკავშირებით, საკმაოდ ხშირი არის ყველა მიმართულებით, ანუ სამივე სფერო, წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია. გასაგებია, ბატონ გიორგი, სტატისტიკის მიხედვით, რომელ სფეროშია უფრო მეტი პრობლემები წყლის, ბუნებრივი აირის თუ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან და საინტერესოა ასევე სად არის მეტი პრობლემა, ქალაქებში თუ რეგიონებში? იცით, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბევრი, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული საჩივარი შემოდის ბუნებრივი გაზის სექტორიდან და ძირითადად თბილისის ფარგლებში ხდება ეს, თუმცა როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ხშირია სხვა დარგებშიც. ერთი უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კომპანია, ასე ვთქვათ, გამოსწორების გზაზეა და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო ტენდენცია, თუმცა ჯერჯერობით პრობლემები მაინც რჩება ყველა მიმართულებით. გასაგებია, რაც შეეხება რეგიონებს, რამდენად ხელმისაწვდომია რეგიონებისთვის სამართლის პოვნა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სემეკი თბილისში მდებარეობს? რა თქმა უნდა, თბილისში არის, მაგრამ მე მინდა შევახსენო თქვენს მაყურებელს, რომ სემექსში არსებობს ასეთი სამსახური, მომხრეთა უფლებების დაცვის სამსახური, ენერგოომბუდსმენი, რომელსაც გააჩნია თავისი ოფისები ქალაქ ქუთაისში და ქალაქ ბათუმში. მე როგორც ვიცი, მიდის მსჯელობა ასევე სხვა რეგიონებშიც ოფისების გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომისიას ასევე პოსტით, ხოლო კომისიის მისამართი ტელეფონის ნომერი, ასევე ენერგოომბუდსმენის ტელეფონის ნომერიც მითითებულია ყველა ქვითარზე, რომელიც მიდის მომხმარებელს. ასე რომ ჩვენ ვთქვით, რომ მომხმარებელს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია რომ მოგმართოს და ჩვენ რა თქმა უნდა დავეხმარებით არაფნიშნულობას სად იქნება მომხმარებელი. თან სხდომებზეც დასწრება, ასე ვთქვათ, არ არის სავალდებულო და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ მომხმარებელს ისეთი მომსახურება შევთავაზოთ, რომ მისთვის დამატებითი პრობლემები არ შექმნათ კიდე ამ გამოწვეული საჩივრიდან. ბატონ გიორგი, ხანდაზმული დავალიანების საკითხი უკვე წლების განმავლობაში მოგვარებელ პრობლემად დგას სოციალურად ნაკლებად დაცული ადამიანების ლტოლვილების წინაშე, ვინც შესახლებულია სხვადასხვა შენობებში, რომლის მფლობელობის საკითხიც გარკვეული არ არის. კომპანიები სწორედ ამაზე აპელირებენ და საინტერესოა თქვენ თუ ითვალისწინებთ დავების განხილვის დროს ამ საკითხებს, ანუ მფლობელობის და აბონენტის რეგისტრაციის. რა თქმა უნდა. იცით რა არის, ერთი არის ხანდაზმული დავალიანება, რომელსაც კომპანია გთხოვს იმ პირს, რომელსაც წლების განმავლობაში უგროვდებოდა ეს დავალიანება, არსებობს სხვა ტიპის დავალიანებაც, მე მას ხანდაზმულს არ დავარქმევდი, ეს არის, როდესაც ერთი მომხმარებლის მიერ დაგროვილი დავალიანება შემდეგ გადაეკისრება სხვა მომხმარებელს. ასეთ დაშვებას ჩვენი წესები არ უშვებს. მარტივად ვთქვათ, თქვენ თუ შეხვალთ ხვალ რომელიმე ბინაში იქ დახვდება დავალიანება, ეს არ იქნება თქვენი გადასახდელი. შესაბამისად, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება ჩვენთან კომისიაში, ჩვენ ამაზე ვაკეთებთ პრისერ რეაგირებას და არის ეგეთი შემთხვევები, არაერთი თანაც და რა თქმა უნდა, მომხმარებლის უფლებები ამ შემთხვევაშიც ბოლომდე არის ყოველთვის დაცული. გასაგებია, დაბოლოს ბატონ გიორგი, რამდენად ხშირია კომპანიების გამტყუნების შემთხვევები? პროცენტი არის ძალიან მაღალი, ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მაღალი არის პროცენტი. არის ეს შემთხვევები, როდესაც არ თავდება დავა მხოლოდ, ასე ვთქვათ, იმის გადაწყვეტით, ვინ არის მართალი და ვინ არა, არამედ თუ სახეზე გვაქვს ხოლმე უხეში დარღვევა კომპანიის მხრიდან მომხმარებლის უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობისა, დავის დასრულების შემდეგ იწყება, ვთქვათ, სხვა წარმოება, რაც თავდება უკვე კომპანიის დაჯარიმებით. ანუ აქ არის საუბარი ადმინისტრაციულ ჯარიმაზე, რომელიც შემდეგ კომპანია იხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გიორგი ფანგანი, სემეკის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ეკონომეტრის